ვამპირები იქნებიან დღეს რუსთავის ქუჩებში. ნუ მირწყავ. როგორ ასვიგეთ? სისხლი მიმახვა. ეს ყოლში მწავი ხო ხოლმე. გონი მართლა ყველა შეაშინა მაღაზიაში. რა თქმა უნდა რომ მე ოპა. რამდენი კურკებია? ცოტა ნერვიულობ. გავაკეთე. ძალიან ნერვიულობ. აქედან იცი რა ამაზია? Oh my god. აბა წავიდა. მოგესალმებით მეგობრებო. ორი ერთნაირი, ორი და რა თქმა უნდა რომ კიდევ ერთხელ იღებს YouTube ვიდეოს და დებს, ვინც ახლა შემოგვერთით და არიცით, ჩვენ ვართ დები, იგი არ არის ჩემი შვილი, ჩვენ ვართ დები. YouTube-ზე ვიდეოების დადება დავიწყეთ 10 თვის წინ და უკვე 97,000-ზე მეტი subscriber მყავს და ჩვენი მიზანია რომ ავიდეთ რაც შეიძლება მალე 100,000 გამოვწერამდე, ამიტომაც გამოიწერთ ჩვენი არხი, ან ჯერ უყურეთ ვიდეოს და მე მიხვდებით რომ უნდა გამოიწეროთ. დღეს პირველ რიგში მე და მართა ერთმანეთს გადავაქცევთ ვამპირებად, როგორც ხედავთ, ცოტა უჩვეულოდ გვაცვია. ახლა მაკიაჟს გამიკეთებს მე მართა და იცდება რომ დამამსგავსოს ვამპირს, მეც ვეცდები რომ ჩვენი მართა დავამსგავსო ვამპირს. აუცილებლად დარჩით ვიდეოს ბოლომდე, იმიტომ რომ მოწამვლის ჩელენჯით უნდა ვითამაშოთ ჰელოვინის ტკბილეულებით და ასევე უნდა გავაკეთოთ გოგრა, უდიდესი გოგრა, რომელიც ანათებს და არის ძალიან ლამაზი. არ დაგაუწყეთ რომ ორი ერთნაირის მეგობარი კომპანია არის გალფი და მე ისევ ბევრს ლაპარაკობ და მოდი მართა დავიწყოთ. ხო, დავიწყეთ. მორჩა. ესე იგი გვაქვს აი ესეთი ბოქსისავით და აქ არის სისხლი, ხელოვნური სისხლი, კბილები, ნუხსნი ჯერ. ორი კბილები, ესეთი რაღაც წასმელები და ესეც რაღაც მაკიაჟის. წავიდა. ჯერ მეგიკეთებ ხო იცი? კი. მეგობრებო, აუცილებლად შეაფასეთ, მართა როდესაც შეიძლება რომ დამამსგავსოს ვამპირს 1-დან 10-მდე რამდენ ქულას დაუწერდით, რამდენად შეძლებს და ასევე, რა თქმა უნდა, მეც შევაფასეთ. ანუ, აი, მაიმე. ყველაზე საინტერესო არის ის, რომ ამ მაკიაჟით უნდა წავიდეთ ორი ნაბიჯის მარკეტში, სადაც უნდა მოვიმარაგოთ გოგრები და ტკბილეულები და მოკლედ ვამპირები იქნებიან დღეს რუსთავის ქუჩებში. ხო, გავიგეთ. დარჩით სახლში. აი, ვერ გავაჩერეთ რა, მოკლედ იმდეს ლაპარაკობს ეს გოგო. პირველ რიგში გოგს ესეთი რაღაც და ამით ამას ალბათ წავუსმევ ახლა, ვიცი როგორც თან. მე ხა მართასგან ავიღებ ინსპირაციას და ბევრად უკეთ გავუკეთებ მართას. მართ არა შეცდომებსაც და უშვებს, მე მაგ შეცდომებს აღარ დავუშვებ. პირველ რიგში ხედა ეს ვამპირები არიან ცოტა თეთრები. მე ვერ დავინახავ ჩემ თავს, ამიტომაც თქვენ შეაფასეთ, როდესაც ერთმანეთს უკვე გავუკეთებთ მაკიაჟს, რომელმა უფრო კარგად გაკეთა. ავიღე თეთრი. შესაინტერესო ხარ. ხედე? არ დამამახინჯო. არ დამახინჯო, ჩემო კარგად. და ახლა ესე აი, ნუ მირწყავ. აი, მე რა ის ჩამალურჯა. არაფერი ის ჩეკავ. ორი წამი ხო უნდა გადაგინაწილდეს. მოდი მეორე. აბა წავიდა. მოდი. ახლა უნდა გადაგინაწილდა არის ფარტალო. ხო, ძალიან მტკენ. ოი ძალიან რაღაცნაირია, იცი პატარა არის. ვინ რა იცის რა ტკბილია, მარტობა გულისაო, წადი ჩემგანა. აბა, გავარ. შემდეგი სისხლი. გოგო არ გახსნა, არ გადმოისხას. სისხლი და ჩანგალი. ეხლა ესიც გვინდა, ესე არ გაიკეთოთ. მე არ გაიფჩხაპნოთ. მანანა. გასახსნელი აქ unboxing-ი. Oh my god. ვაიმე. ნახეთ რა მაგარი სისხლია. ძალიან რეალისტურია. მიდი. იმინა სისხლია. ცოტა ზემოთ დავასხავ. ვაიმე. რაღაცა ჩვენი საქმე არ არის, მეგობრებო, კარგად და გვიშველეთ. ცოტა კარგად არ წაგვივიდა საქმე. არა უშავს ხო? მიდი არა შეში. ვაიმე აქ ხო? არის მოდრა. ეი, კაია. Cool. ძალიან ლამაზი გამოვიდა ჩემი. მარტო ერთგან წამისვი სისხლი? საგრე ბაბა მაგდენი კი არ უნდა. იმედი არ გადავა ხო აქედანაც. მეცდები გავაკეთო. არ გამოვიდა ზიად, მაგრამ ნუ გამოვიდა რა. ისე გაგდაჩხაპნელი როგორც უნდა იყოს. ძალიან არა ახლა. მე უფრო მაგარს გავუკეთებ ხალხო. არა. ანუ რა გაგიკეთო გეფიცები კიდე? всё? ალბათ კი. პირიქით. ილაპარაკება. გაია. პირი დაკეტე გოგო. ნახეთ ეს ჟელეთ გადაიქცა. პირი მომე. უკეთეთ. всё? მენიერი. აია. ძალიან მოიცადე. მოდი. ბელისიმო. ეხა ხარ. უბრალოდ ხალხო ამით ლაპარაკი არის ძალიან რთული. აი რა უნდა გამიკეთო ჩემზე კარგი. მანახე. ჩემი არაფერი არ იყო, ვიდეო პირდაპირ აქედან იწყება. რას მიკეთე?
როგორ ასაკეთებს? საშიში უნდა იყო. ვამპირი უნდა გამოვიდე, გოგო, ის კი არა. აუ მე ხომ აქვს თავისუფლება, რაც მინდა ის გიქნა. მაშინ მეც მაქვს. არა, მოდი აქ. არა, ძალიან საშიში ვამპირს ქმნი მეგობრებო. თუ გინდა, დამიკავშირდით და გავაკეთებ იაფად. დღეს მართა ესე მიდის მაღაზიაში, ვიდეოს ბოლომდე უყურე. არ დამჩხაპნო მართლა სისხლი წამული. აი. გოგო, რას ვიგეთე? დამიკეთე ახლა მალე ჩამივიდა პეჩში სისხლი. მე სხვანაირი კბილები მაქვს. გაჯა, ესე იგი? მოკლედ მეგობრებო, ეხლა შეაფასეთ, რომელმა უფრო მაგარი მაკიაჟი გავაკეთეთ. ბავში რას ხავს? ყველაფერზე გამიკეთე, ახინჯი არა. კაი, ეხლა სიმახინჯი არ გამიკეთო. შეკუშლებული თვალე იქნება. მომბაძა ეხლა. სასაცილო სხვა ბავშვი მგონია გამოიღე კბილი და. ნუ მაშინე. შეშავი არ წიგისია. კაი, ეხლა აღარია. მინდა გავიწუჩე. პირველი გამარჯვებული კომენტარის ავტორიას ბარბარე. ძალიან მაგარი იუთუბერები ხართ. ყველა ძალიან მიყვარხართ, საუკეთესოდები ხართ. ასეთი იდეები მაქვს, რომ გადაიღოთ ვიდეო, სადაც ძლებთ 24 საათი დივაზე, ვიცი, რომ ვერ ხვდები ტოპ კომენტარებში, მაგრამ არაუშავს წაგება და მოგება დები არიან. მართლაც ეგრეა და აი ვერ ხვდები 24 საათი დივანზე რა ჩელენჯია, ანუ რეებს აკეთებენ ხოლმე. გვაქვს 5 წუთი, მაგალითად რომ ავიღოთ ყველა ნივთი, რომელიც დაგვჭირდება. დივნიდან არ უნდა გადმოვიდეთ. მოკლედ მეგობრებო, ეს არის ჩვენი მაკიაჟი და კომენტარით რომელიც უფრო მოგწონთ და ახლა წავედით ორნაბიჩი, უნდა მოვიტანოთ გოგრა და ყველა სტაფილოსფერით კბილეული. წავედით! აი ცოტა მიწისა არაკი, მაგრამ ნელა ალა. შეიძლება ცულია იყო ამერე. მე უკვე მიეჩვენე ყველას დავлаყავ, ცოტა ვიჭეს, მაგრამ ეგ არ აუჩვენს. ეს სისხლი გეცემით მიმახმა. რა საინტერესოა. Hello! ის ორნაგი სამეგორეო, თავარი არა უნდა შევაშინოთ. უნდა შევაშინოთ ხალხი, პირიქით. მოკლედ მოვედით ორნაბისთან, ახლა უნდა ავიღოთ 2 გოგრა და ყველა სტაფილოსფერით კბილეული. წავედით. პირველი მეგობრეო, იქნება კანფეტის სიურპრიზი, აქ საჩუქარიც გვექნება, დავაგდეთ. მეორე, ჯელივონი კოკაკოლის, აი, ვაგდეთ. კიდევ ერთი მეგობრეო, სტაფილოსფერით კბილეული, კიდევ ერთი სტაფილოსფერით შოკოლადი. ეს არის ხილი და ძალიან მაინტერესებს, იმიტომ რომ გარედან არის შოკოლადი და შიგნით არის ხილი და ნიერია. ეს ლეისი. მართლა სხვა არ ვიცი რამდენად ისმის, მაგრამ ეს ჩვენი ლეისი, რომელიც არის სტაფილოსფერი. და დორიტოს მარა დააშავა. იგი ხომ სტაფილოსფერია მეგობრებო. მეგობრებო, ეხლა ვათვალიერებთ კბილეულებს და კიდევ ერთი ჩემი საყვარელი კბილეული არის სტაფილოსფერი მაფინი, ძალიან მიხარია, ვანილი და კაკაო. მეგობრებო, ჩვენ აქ მოვძებნეთ სტაფილოსფერი, ლიმონათები, მანდარინის და გავსინჯოთ. ავიღოთ ტიკტაკი, იმიტომ რომ სტაფილოსფერია. ავიღოთ სტაფილოსფერი ჟელიბონი, ესეთი. ასევე ავიღოთ ჩიტოსი, ესეც სტაფილოსფერია. ავიღოთ კევი. ესეც ასე მეგობრებო, ვიცავით რომ ყველაფერი, რაც კი არის სტაფილოსფერი, ყველა კბილეული აგვერჩია და ასევე ყველაზე მთავარი არის გოგრა, რომელსაც გავაკეთებთ ულამაზესად, იმიტომ რომ შიგნით სანათლებიც კი უნდა გავუკეთოთ, ამიტომაც უყურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე, ძალიან კარგი ტუტორიალი იქნება და თქვენ შეძლებთ რომ გავაკეთოთ, ხო მართა? ნამდვილად. წავედით სახლში და ვაგრძელებთ გოგრის გაკეთებას და მოწამული თამაშის თამაშს. ეს ის ჩვენი სტაფილოსფერი კბილეულები. გავსინჯოთ ლიმონათი. მე არ მაქვს გასინჯული. არც მე. სუნი? შენ საყვარელი ლიმონათი რო გახდეს. მანდარინის არა. მე მომწონს რომ ძალიან ტკბილი არა. ბოლოს ლიმონიანი წყლისია მოკრა. მე მინდა ამის გასინჯვა აუცილებლად, იმიტომ რომ ფიქრობ საინტერესო რაღაცაა. ქულები დაუწეროთ. მე დავწერდი 8/5-ს. მეც გავწევ სტოპ წერდი. ახლა. ეგ ლობიო ხო არა? ლობიოა. რა ლობიო, გოგო? ჩემ კლასში ლობიოებს ამბობენ და ეს სკოლაში ვწავი ხო ხოლმე. ამ შენ დავითხრილი, გაინა შოკოლადი. გაინა. 10-დან რა? 10. ძალიან. მოდით მეგობრებო, ახლა ვითამაშებთ მოწამვლის ჩელენჯს და შემდეგ ნახეთ რა მხელა და რა მაგარი გოგრები გვაქვს. უნდა გავაკეთოთ აუცილებლად გოგრები. ბოლომდე გიყურეთ, იმიტომ რომ ძალიან მარტივი ამის გაკეთება და ძალიან ლამაზია. ახლა უეს რა კაია. გავსვათ ეს. გონი მართა ყველა შეაშინა მაღაზიაში. კი, ისეთ სახით ვიყურებდა ხალხი. აბა, რა მოგვივა? ეს არის სიმპსონი? ხო, ნახეთ რა მაგარი რედაკი. ძალიან საყვარელოა. კიდე რა გვაქვს აქ? რა მაგარი უცხო პლანეტელი. ეს არის კიდე საჭმელი რაღაც. კუბეტი კუბს. ხო.
ჩემი ბავშვობის სიყვარული არის. ოღონდ ეგ სხვა. ამას ქონდა რეკლამა და ამ რეკლამაში ამ კუბეთს ჭამდნენ აი ესე აი. ეს არის საუკეთესო რამე. თედა დაბიწაზე ახლა. კაი, მოდი ახლა მოწამული ჩელენჯი მეთამაშე. მაკრატელი გვინდა? გელა. მაგინდა? მაკრატელი. რატო ისე გასნი? ეს ძალიან მაგარი. სუბიდო და ხოლმეს რომ ხოლმე და ძალიან ბევრი. წავიდა. და ჟელბონები ხო? მორჩა, ვიწყებთ. აიჩი, მინდა. უშა. რა თქმა უნდა რომ მე გამიხედე. აი, გარჩი. ეს ჩემია. გადარჩი. გადარჩი. იაი. გარჩი. გადარჩი. ნუ, შენ ჭამა გინდა. მე კიდე ჟელბონი ვიღებ. ამასაც შევჭამ. ჰა. გარჩი. მე მეგობრებო მონეტებს ვაგროვებ. აგერ 2 ლარი. გავჩი? კი, გავჩი. კი. აბა, თქვენ გაგიმარჯოთ. გამოიწერეთ ჩვენ ახლა. ყავი ესე. ვაიმე, ძალიან იძაბება მეგობრებო. თქვენ ვისკენ ხართ? დააკომენტარეთ. გარჩი. 4 მონეტა მაქვს. მე ერთი. ამას გავყიდი და გავმდიდრდები. ის ოქრო რო იყოს ახლა, ოქრო მაგრა გაძვიდა. ეს გადარჩი? კი. გარჩი. გადავჩი. გადარჩი. ანუ ახლა როგორ რაღაცა იცი, მე ხო ვიცი, ჩემი ომელია და აი. აი, იღე, ნუ წელავ. მოკვდი. წავაგი მეგობრებო და მართა მოიგო. რავი, ამ თამაში ახლა მოძალ გამართლებაა რა, ლოგიკით როგორ უნდა მოიგო, სადაც ლოგიკა ყველგან დავამარცხებ და ასე სპორტშიც. ნო. კითხულობ მეორე ტოპ კომენტარს. ვიცი, არ გავიმარჯვებ, მაგრამ მაინც უნდა თქვა. ძალიან მიყვარხარ და მიყვარს თქვენი ვიდეოები და მინდა რომ გადავიღოთ ვიდეო, სადაც თქვენი ბებია არას ვერ იტყვის და ხშირად გადაიღეთ ვიდეო დედასთან და ბებიასთან ერთად. ოპა, ეს ძალიან კარგი იდეაა. წინასაც გადავიღებთ და ამ ვიდეოსაც გადავიღებთ. აუცილებლად. მოკლედ მეგობრებო, ვიწყებთ გოგრის ტუტორიალს. სიმართლე რომ გითხრათ, ჩვენ პირველად ვაკეთებთ ცხოვრებაში, ამიტომაც ზუსტად არ ვიცით როგორი გამოვა. პირველ რიგში ახლა რა დაგჭირდება რა? რა თქმა უნდა დაგჭირდება გოგრა, ასევე დაგჭირდება ფურცლები, ფურცელი, ფლომასტერი, კოუზი. ანუ წესით ყველაფერი სახლში გექნებათ, ერთადერთი შეიძლება არ გქონდეთ გოგრა. და ეს გვინდა დანა. ოღონდ დაიხმარეთ მშობლები, ესე თქვენ არ გავაკეთოთ. თქვენ არ გავაკეთოთ, ეხლა დანას რაც შეეხება ყველაფერი მე უნდა გავაკეთო. პირველ რიგში უნდა შემოვატაროთ, რომ ასე ვთქვათ, მოვნიშნოთ, სად უნდა ამოუჭრათ. ასევე დაგჭირდება აი ესეთი სანათები. შეგიძლიათ სახლში თუ სანთელი გაქვთ ჩვეულებრივი, ეგეც გამოიყენოთ, ჩვენ გამოვიყენებთ აი ამ სანათებს. ესე იგი, ესე დავახატოთ. არაა საჭირო რომ იყოს ძალიან წესიერი, უბრალოდ წრე რომ ავიღოს რა. ოღონდ ეს არ უნდა დაუტოვოთ, რა თქმა უნდა. ცოტა ძნელია სოთშურის. ძალის დატაება უნდა. ოპა. მოკლედ მეგობრებო, როგორც გითხარით, აი ესე შემოვხაზეთ ჩვენი გოგრა. შემდეგ ეს ნაწილი ამოვჭერი და ეხლა უნდა ამოვიღო ეს ნაწილი. ოპა. ვაიმე, რა მაზრია ეს? ხეს გავს ხო? ო. ძალიან კაია კი. გოგრის სუნი აქვს. აუცილებლად დავხატოთ ეს გოგრა. თავი ამოვიღეთ უკვე, ისიც შიგ ძალიან კარგად დიდი ადგილი არის. აი ნახეთ, აი ესე გამოიყურება შიგნიდან. და უნდა დავხატოთ ესეთი რამე. შეგვიძლია ფურცელს დავხატოთ და შიგნით გამოვაჭრათ და მე დავადოთ და გადავუიმასქნათ, მაგრამ შეგვიძლია ჩვენ ალბათ ეგრე ვიზამთ, უბრალოდ ეგრევე დაახატოთ, იმიტომ რომ ეგრე ჩემი აზრით უფრო ადვილი არის. ეხლა პარალელურად მე შიგ თავს ვასუფთავებ და ძალიან ბევრი კურკა აქვს და ეს ყველაფერი უნდა გადმოყარო, იმიტომ რომ რეალურად შიგიდან უნდა იყოს სუფთა. და როგორც კი ამას გავაკეთებ, მე გავაკეთებთ ნახატს. მედია გამოგვიო. რამდენი კურკა აქვს ხალხო? შიგა კურკები გავსებული უბრალოდ მიშველეთ. რამდენი კურკებია? ჯერ სათხარ. აი გადავიწევ ესე. ეს სისხლებს აქ დავხატავ. იმედია მეგობრებო, ჩემი არ გეშინიათ ხო ეგრე ძალიან. გიგონა რომ ისეთი ძნელი გასაკეთებელი იქნებოდა? მოკლედ მეგობრებო, ამოვასუფთავე ხა რამდენადაც შემეძლო და ახლა უკვე უნდა გადავიტანოთ. აი ეს ნახატი. მიდი მართა. ცოტა ნერვიულობ. თქვენ ძალიან დაბლა ეგა რა. არა, მანანა არ არის აბა. სად? აუ არ ვიცი მეგობრებო ამას რამდენად გამოვჭრი. შვენიერია. აი მართა ესე დავხატა, მაგრამ მე ცოტა მაშინებს ეს ნახატი სიმართლე რო თქვა, აი მე მაგალითად უფრო არა გოგო. კაია ეს ლამაზია მართლა ვამბობ. აი ესეთი ნახატი გააკეთა მართან და ეხა მე ვეცდები რომ გამოვჭრა რა მთელი გულით და სულით. აუ ამის გამოჭრა ძალიან სქელია. აი ძალიან. იმედია გამოგვივა. მე ვცდილობ ყველანაირად რომ გამოვჭრა. გავაკეთე.
ოჩახ. და თან ძალიან მაგარი ხალხო. всё, ეხლა უნდა გავასუფთავოთ და შემდეგ სანათი უნდა ჩავდოთ, ჩიგით ძალიან მომწონს მე სახეზე როგორიც არის. მე მაგარი საშიშია. და მესამე გამარჯვებული კომენტარი დაწერა ნინიამ. გავჯობა და ვართ ძალიან კარგი ვიდეოები გამოგდით. ჩემი დიდი თხოვნა რომ გადავიღოთ ბალქარაში 24 საათი ყოფნა. Part 2. ვიცი ძნელია, მაგრამ თუ შეძლებთ გაითვალისწინეთ. ასევე მაქვს მეორე თხოვნა. შედით მაღაზიაში და იყიდეთ ის, რაც არ გიყვართ, არც ერთს და ვიც რაიმე დავალებას ვერ შეასრულებს, სასჯელი იქნება ამ სასუსნავის ჭამა. ძალიან მიყვარხართ. იმედია გავიმარჯვებ. ნინია შენ გაიმარჯვე და აუცილებლად გავუთვალისწინებთ მაგ ვიდეოს იდეასაც. სხვა შორის ძალიან კარგი იდეებს გვაწვდიან ჩვენი გამომწერები და მადლობა მინდა გადაგიხადოთ. ახლა მოდით დავასრულოთ ჩვენი გოგრის ტუტორიალი. ესე იგი, ესე ჩვენი გოგრა. აქ გვაქვს სანათები. პირველი, მომე, მე ჩავდებ რა. ორსმე ორშე. კაი. თქვენ გგონიათ რომ ადამიანს სასაკირო ემატება, იგი ბავშვი აღარ არის? მაინც არის ბავშვი. აი, აი ნახეთ. ჩადი მან. რადგან პატარა? მოიცა. ცხოვრებაში პირველად გავაკეთე. ოპა. მომე ორ წამ მე ჩავდებ. რა ყველაფერს შენაკეთებ? კაი, აჰა. დაუკვირდი, ფაზლივითაა. აი. ძალიან ნერვიულო. Давай ისიც შევაკეთე. აქედან იცი რა ლამაზია? მეგობრებო, ძალიან კაია. ნახეთ. მომწონს მეც. ესეც ასე მეგობრებო, ჩვენ ჰელოვინისთვის მზად ვართ. დღეს გონი ძალიან სახალისო და თემატური ვიდეო იყო და გონი კარგი გოგრაც გამოგვივიდა, კარგი ვიდეოც გამოვიდა და მადლობა ვინც ბოლომდე გვიყურეთ მომავალ შეხვედრამდე. კარგად. ხომ არა ის პროსტა დავდოთ, არ უნდა ტუალეტს გავადი ეთერში. ნუ ჩქარო, მან შეც YouTube-ს ვიღებთ, იმას კი არა, shorts. იმ დღეს შევხვდა ერთი ჩვენი გამომწერი და ესე გვიცხრა რომ ბაბუა ჩემსაც გელაქვიაო. Sky, მე ჭამს მგონი. არა, Sky. აიღო? მინო ძალიან კაია გადაო.